35 ოჯახს დედაქალაქის მერმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. საცხოვრებელი ფართები ამჯერად სამგორის, ისნისა და მთაწმინდის რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს სიმბოლურ ფასად დაუკანონდათ. მაკოლ ორქიფაინძე გიამბობთ. 35 ოჯახი დღეს სახლში საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით დაბრუნდა. ისინი უკვე იმ ფართების ოფიციალური მესაკუთრეები გახდნენ, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათ შორის ზოგიერთი მათგანი თვითნებურად იყო შესახლებული, ზოგი კი სახლს ძველ დოკუმენტებში არსებული ხარვეზების გამო ვერ იფორმებდა. დიდი ხანია ველოდებოდით ამ ფართის დამტკიცებას და დიდი მადლობა თბილისის მერს ბატონ კახაკალაძეს და ისნის რაიონის გამგეობას. ხოვნით მივმართეთ მერიას, წერილობითი მიმართვით დიდი ოჯახი გვაქვს და გაითვალისწინეს ჩვენი ეს თხოვნა. 35 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ტრადიციულად დედაქალაქის მერმა გადასცა. კახაკალაძე მსგავსი პრობლემის მქონე ოჯახებს დაახპირდა, რომ საცხოვრებელი ფართების დაკანონება მომავალშიც გაგრძელდება და ყველა განაცხადზე რეაგირება დროულად მოხდება. ასეულობით მილიონი ლარის ქონება არის დაკანონებული სახელმწიფო ქონება ოჯახების საკუთრებაში გადაცემული და ძალიან მიხარია ულოცავ ამ 35 ოჯახს და კიდევ ერთხელ მეორე პროგრამა გაგრძელდება მანამ სანამ მთლიანად არ მოიწურება აღნიშნული პრობლემა და ყველა ოჯახი არ იქნება დაკმაყოფილი. პროგრამაში მოსახვედრად აუცილებელია მერიის სერვის ცენტრებთან დაკავშირება, სადაც მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების მისაღებად პროცედურებს განუმარტავენ. ეს ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში ცხოვრობენ და არ აქვს სხვა საცხოვრისი, უნდა მივიდნენ მერიის ნებისმიერ სერვის ცენტრში, პირველ რიგში გამგეობაში შეუძლიათ მიმართონ, მათ შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენენ და ძალიან მარტივი პროცედურებით, ძალიან მარტივად უკვე ხდება გადაწყვეტილების მიღება. საცხოვრებელი ფართები ამჯერად სამ რაიონში, ისანში, სამგორსა და მთაწმინდაზე მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ. პროგრამა 2017 წლიდან მოქმედებს. ამ დრომდე 3300-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული.